ოპერანტული განპირობებულობა გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ან შევამციროთ ესა თუ ის ქცევა მისი შედეგების დამატებით. მაგალითად, თუ ძაღლი ხალიჩაზე მოისაქმებს, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ გამყარება და ძაღლი ამას ისევ გაიმეორებს, ან დავსაჯოთ და ძაღლი ამ ქცევას შეწყვეტს. გამყარებაც და დასჯაც შესაძლოა იყოს პოზიტიური ან ნეგატიური, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 შესაძლო გზა გვაქვს ძაღლისათვის რაიმე სასწავლებლად. თუ გამაგრება პოზიტიურია, ჩვენ ვამატებთ რაიმე სასიამოვნოს, როგორიცაა ორცხობილა, რათა გავზარდოთ ამ ქცევის სიხშირე. თუ გამაგრება ნეგატიურია, ჩვენ კვლავ გსურს გავზარდოთ სასურველი ქცევა, ამჯერად რაღაც უსიამოვნოს მოშორებით. თუ დასჯა პოზიტიურია, ჩვენ არასასიამოვნო რაიმეს ვამატებთ და ასე ვამცირებთ ქცევას. როცა დასჯა ნეგატიურია, ჩვენ კვლავ გსურს შევამციროთ ქცევა, ამჯერად რაღაც სასიამოვნოს მოშორებით. როგორიცაა კომფორტული ხალიჩა. თუ ჩვენ რომელიმე მანიპულაციას შევწყვეტ, მაშინ განპირობებული ქცევაც შეწყდება და ამას გადაშენება ეწოდება. ოპერანტული განპირობებულობა პირველად ედუარდ თორდანიკმა შეისწავლა და პოპულარული სკინერის ნაშრომებიდან გახდა. სკინერს სჯეროდა, რომ ორგანიზმები ქცევას თავისთავად ახორციელებენ, ვიდრე შემთხვევითად გადააწყდებიან სტიმულს, რომელიც გამოიწვევს ქცევის ცვლილებებს. ვარაუდის შესამოწმებლად მან ვერთხა ოპერანტული განპირობებულობის პალატაში მოათავსა, რომელსაც მოგვიანებით სკინერის ყუთი ეწოდა. ყუთში სხვა რამეებთან ერთად ჩამკეტიც იყო, რომელზე დაჭერისასაც საკვები გამოიყოფა. განპირობებულობა 3 ეტაპად მიმდინარეობს, რასაც დღეს ABC-ის ქცევას ვეძახით. A წინამორბედს ნიშნავს ვირთხა შემთხვევით ხდება ბერკეტს, რომელიც საკვების გამოყოფას იწვევს. B არის ქცევა და მიანიშნებს პასუხზე, რომ ვირთხა განაგრძობს ბერკეტზე დაჭერას. C არის შედეგები, ანუ საკვები აგრძელებს ჩამოყრას. განპირობებულობის პასუხის სიმძლავრე დამოკიდებულია გამყარების წესზე. თუ დაწოლის შემდეგ საკვები ყოველთვის განთავისუფლდება, ვირთხა მოსალოდნელად იქცევა, როგორც დამოკიდებული. სკინერი 1904 წელს დაიბადა და ფსიქოლოგიის პროფესორი გახლდათ. იგი ხასიათდება როგორც ბიჰევიორისტი. სკინერი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ქცევის შესწავლა, როცა ის თვალისთვის ხილულია და ყველაფერი, რაც გონებაში ხდება, წარმოუდგენელია ან არ შეესაბამება მეცნიერებას. მას მიაჩნდა, რომ თავისუფალი ნება ილუზია, რადგან ფიქრობდა, რომ ქცევა ან უსაფუძვლოა, ან გარემოს მიერაა განპირობებული. მისი ნაშრომები ბიჰევიორისტული თერაპიის, სამხედრო წვრთნებისა და ცხოველთა გაწვრთნის საფუძველი გახდა. თქვენც შეგიძლიათ სცადოთ ეს პოზიტიური გამყარება საკლასო ოთახში. ერთმა ინდივიდმა უნდა დატოვოს ოთახი. ახლა შეადგენთ დავალებას, რომელიც მან უნდა შეასრულოს, მაგალითად იპოვოს კონკრეტული წიგნი. შემდეგ გამყარების არავერბალური გზა შეარჩიეთ, მაგალითად ტაშის დაკვრა. დაუძახეთ მეგობარს, რომ კლასში დაბრუნდეს და საშუალება მიეცით შეასრულოს ამოცანა. თუმცა ინსტრუქციების გარეშე. ყოველთვის, როცა ამოცანი შესასრულებლად სწორქმედებას განახორციელებს, ტაში უფრო ხმამაღლა დაუკარით. როცა გზას ისევ ჩამოშორდება, შეამცირეთ ან შეწყვიტეთ ტაშის დაკვრა. მაშინ, როცა იგი მიხვდება, თუ რაში მდგომარეობს დავალებას, საშუალება მიეცით ახსნას იგი. სწორად მიგიხვდათ? ვიდეო თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და განხმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველებლის მიერ.